გამარჯოს ბიჭებო. მადლობა. ბარევძეს, გენოსვალი, როგორ ახარ? მოგესალმებით მეგობრებო და გილოცავთ. ჩატარდა ევროვიზია 2025, სადაც მოიგო ავსტრიამ. ჩვენ და ავსტრიას ვართ. რა მგახო ჩვენი წარმატება? შემოვცხი. როგორც საკუთარი ისე ვიხარი ავსტრიელი. საერთაშორის გული დამწყდა, ჩვენი ამა რომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ რადგან ევროვიზიაზე მამრობითი სქესის ბიჭმა მოიგო, აღარ დავიწყე. ისიც ავსტრიელი არისო, რამდენიმე წლის წინ რომ მოიგო, წვერებიანმა ქალმა. კონჩიტა. ხოერქვაში, კი ბატონო. გასკდა სიცილით ბაში მთელი ქვეყანა. მე რა მიკვირს იცი? წვერებიანი ქალი თუა სასაცილო. გაპარსული კაცი რატო არა? რომ მიუღურე კალორიებამდე შევეცლიო. ასე იყო თუ ისე, ჩვენ გამოსვლით ევროვიზიაზე კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ თავარია მონაწილეობა. ფეხბურთი მაინც იყოს, ვიტყოდით მსაჯმა წაგვაგებინაო. არა უშავს სამაგეროდ, საბავშვო ევროვიზია მოვიგეთ რამდენჯერმე და ჩვენთან ტარდება შემდეგ. გადასარევი ამბავი. ასე რომ მალე გაივსება საქართველოს ტურისტი ბავშვებით. ბავშვებისთვისაც კარგია და ტურიზმისთვისაც. ჩვენ შოუში დოლგარმონზე უგრავს და გეიმის გამსხობაზე გვაღენებს გზაურელები და გიორგი შოშიტაშვილი. თბილისში ლეგენდების მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბარსელონას ლეგენდების წინააღმდეგ. გაგეცინებათ და ბარსელონა მოგვიგო 3-1. ანუ ბარსელონელებმა გოლებით ამოგვავსეს და ჩვენ ორმარილი. რა თქმა უნდა. სტუმრები კმაყოფილები და გასუქებულები გაუშვით. ისე რას დავაკვირდი, იცი? ჩვენზე დიდი ღიპი არც ერთს არ ქონდა და ჩვენ რატო არ მიგვიწიეს ნაკრების თამაშზე? ჩვენებზე ამბობ. აბა ისინი ისე დაარბოდნენ, მე მგონი ახლაც ნაკრებში არიან. თუმცა ძალიან მაგარი თამაში იყო, პირველად ვუყურე ისეთ თამაშს, სადაც ორივე გუნდის გოლი მიხარობდა. ისე რა უცნაური კვირა იყო, არა? დათო იალიკლიკაძე ბარსელონაში იყო და რონალდინიო თბილისში. აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ლოგოზე შესაძლოა კვარას სილუეტი გამოსახვა. ბრავო. კვარას სილუეტი, ხო? და რომელი გააკეთია არ მახსოვს ერთი როგორ არის? ვიცოდი, ის ფეხი. ნუ ჩემი სილუეტი არ წავა, მაგრამ დაახლოებით ასე. სანამ სანამ არ გამომერუება, ისარო არ გავანები მტავს. კარგი, ისე თქვი მაშინ სიტყვით. ლაბის ნატურა რო გამოცვალა ფეხით, აი ამ სილუეტზე გელაპარაკე. აბა, იფრინა ფაქტობრივად. მე მგონი რომელიმე ავიაკომპანიამ რო გამოიყენოს ლოგო, მაგათაც მოუხდება. ისე საფრანგეთის მსგავსად იტალიის სერია A-საც უნდა გაეკეთებინა კვარას სილუეტიანი ლოგო. აი, რომას რომ შეუგდო და ასე რომ ქნა ყურები. აი ეს. ყოჩა კვარა რა. იტალია მოიგო, საფრანგეთი მოიგო. მოკლედ ეს ბიჭი სადაც წავიდა, ყველგან თავისი კვალი ან სილუეტი დარჩა. ბრავო. კვარა, მიყვარხარ. მართლა ყოჩა კვარა, მაგრამ მარტო ლოგო არ მაკმაყოფილებს. მანამ არ გაჩერდე, სანამ საფრანგეთის ჩემპიონატის ჰიმნი სისატურა არ გახდება, აბა, როგორ გიდა? გიქნება კარგი. კარგი, კიდე ერთხელ კვარას მადლობა და ახლა კი რინგზე ავიდეთ, ცოტა ხნით ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა. დავშე. მართალია ოლივეირა ბრაზილიელი, მაგრამ ოქტაგონში ჩვენია პელე. ბატონო, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ილია ოლივეირასგან ოლივიეს გააკეთებს. წინებთან შედარებით ეს ისეთი მარტივი მეტოქია, ამის მერე ვისხდება, მე ის უფრო მაინტერესებს. არა და ოლივიერა არაა ცუდი მებრძოლი. თანა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. კიდე შეეძლო, მაგრამ ილიას დაეჯახა მაინდა-მაინც. აი ეს.
მართალია, ვისაც რა გამოსდის კარგად, ის უნდა აკეთოს. აგერ მაგალითად, ჩინელებმა წარადგინეს ინოვაციური პროექტი. ისინი უკვე 28 საათში 10 სართულიან კორპუსს ააშენებენ. დიდი ამბავი ეხლა. ჯერ 10 საათში ააშენე 28 სართულიანი კორპუსი და მერე იბლატავენ. მე თუ მკითხავ ზარმაცები არიან ჩინელები. დავად 1-4 საათის და წამოჭიმებ არებ 16 სართულიანები. რატო კარგავს სივრცეს? მაგრამ გაქცევაზე არიან სახში. არაუცნაური ხელოსნები ხარ. დროში გაწერვა კი არ იციან. 2 დღეში გიკეთებენ რემონტს. აი პირდაპირ. აბა ჩემი ხელოსნები არიან, ხელოსნები. ჯერ მარტო 2 დღე მოსვლა დააგვიანეს და მერე 2 კვირა პლინტუსს აკეთებენ. გვედავთორე. ასე უძე პლინტუსი. იცი რა, აი მასე თუ გააგრძელეს ჩინელებმა, მალე ალბათ დიდ დიღომში რო შენდება, იმაზე სწრაფად ააშენებენ კორპუსებს. გეხმარებით, გთხოვთ გემუდარებით. იქნებ როგორმე ჩვენი მშენებლების ყურამდე არ მივიდეს ეგაბავი, თორემ მერე ნახეთ დიდ დიღომში ბინების რაოდენობა. მოკლედ ესენი რა ტემპითაც მრავლდებიან, შენებითაც იმ ტემპით აშენებენ. აცია გენაცვალე, იბოუშეს ხოვდა სახნი. აი ეგენი პასევეს ასაო ტემპით იზდები. ეს სწრაფად აშენება კარგი კია, მაგრამ განვადების მხრივაც ცუდი. მშენებარეში ფულს რო შეიტან, რამდენიმე საათში კი უნდა დაფარო უკვე თახადა რა გაბოლა. ორმოცი დაფთავდება. ხო, ორი რო იმედი და და გადასახდელი გაქვს. აღმოჩნდა რომ ინოვაციებს ცუდი შედეგებიც მოაქვს. აბა რა ხდება? თუ არ გჯერათ, პატა გეტყვით შემდეგ ნიუს. Chat GPT-ის მკითხაობის შემდეგ საბერძნეთში ქალი ქმარს გაშორდა. აი ვიცოდი რომ საკაცაც მოხდება. აი ესე ხელოვნური ინტელექტის რო უფრო გჯერა, ვიდრე ქმრის, კი უნდა გაშორდე. ლოგიკურია. ლოტკინელ და ყარაჯალელ მკითხავებს უჯერებდნენ და ამას რატო არ უნდა დაუჯეროთ, თვითონ მე ვერ ხვდები. რა ვიცი, არ ვიცი, მე მკითხავების, მჭყევებისა და Chat GPT-ების არ მჯერა გენაცვალოთ ჩემი თავი. ფაქტია ძმაო, უთხრა ქმარი ღალატობსო. ეგ კი არა, Chat GPT ცოტა დაავადე და გეტყვი ვისთანაც ღალატობ თუ გინდაო. ქმარი თურმე იქით იგირებოდა ჩემი ნაყიდი ტელეფონით მაინც არ მიგეწევა ხელოვნური ინტელექტისთვის რა ხდებაო. ისე სად იყო ხელოვნური ინტელექტი ჩვენთან სადგურის მოედანზე რომ დადიოდა ბოშა ჩაჯიბიტი. მოედა ბიჭო ხელის გულზე გიმკითხავ ან კაბაზე ან კარწეო რომ მეორე ბორია გადაი. კი ბატონო. იხურე შენ და იმ დღეს ჩვენს გოგიაზე ვკითხე ჩაჯიბიტის. როდის მოიყვანს ცოლთქო და დეგარ მითხრა და სხვა რაც კიდე მკითხეო. დაიბნა დაერია რაღაც იეროგლიფები გამოვარდა. ჩაჯიბიტის მარტო ჩაჯი იყო დარჩენილი. ჩაჯაიდია. გოგიებას რაკნას კაცო. უყვარს გას თავისუფლება. და არა მარტო გოგიას უყვარს თავისუფლება. ნიუ-ორლიანის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ. კი ბატონო. უნიტაზი გამოგლიჯეს და იქიდან გავიდნენ. თან იქვე წარწერა დატოვეს. ეს ძალიან ადვილი იყო. ვისაც შეგრულობა არ აწუხებდა, ყველა გაქცეულა ამ ციხიდან. მარტო ერთი პიროვნება დააკავეს. აი ბოლოში ვინც მიძვრებოდა. იმანატ ეხა ყველი დაბანებენ თავის ატექნიკი ვარო. ხოდა ახლა მთელ ნიუ-ორლიანში ეძებენ ადამიანს სასიამოვნო კალიგრაფით და არასასიამოვნო სურათით. ისე უნტას რომ მოთხრი და გაძრები, მე როგორ უნდა მიხვდეს, საით წახვიდე, არ ვიცი. არაფერი, უნდა დაელოდო ჩემოვა და ჩარეცხავს ვიღაცა ზემოდან და საგიყვას თვითონის. ალღა. და ბოლოს საფრანგეთის ულამაზეს ქალაქში კანში მიმდინარეობს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი. მად უნდა ვიყო ახლა, მაგრამ რა მინდა, რა ვიცი. რატო გადაიფიქრე, რა გინდა რა? ზედმეტად მოცლობითი და გამჭვირვალე კაბების ჩაცმა აიგრძალა და გამჭვირვალე კაბები თუ აიგრძალა რა გინდოდა მართალია კინო ტელევიზორშიცაა. კინოფესტივალია ესო და კინოს უყურე ძუძუებს კი არაო, კაცო. ესია ეს. ისა რა გინდა კაცო შენ? იქნება მე არ მაინტერესებს კინო. რა ვიცი, კინოცვალე. ისე გამოგვიდათ ორგანიზატორებს, ისე ქენით კანის კინოფესტივალზე კანი არ გიჩანდეთ. არ უხდება ახლა კინოფესტივალს შეზღუდვები.
ეს აგრძალეს, ის აგრძალეს. აბა მარტო თეთრი პერანგი და შავი შარვალი თუ დატოვეს, კანის ფესტივალია თუ ბოლოს არ. კი ბატონო. ჩვენც ხო ავგრძალეთ ერთ დროს სტუდიაში შიშველი ჯდომა და იმის მერი არიან ქსოვრები გამოწყებილი. თორე, არ გახსოვს როგორი ტატლაპინები ისხდნენ? და კერ ხოლოდ შედან. უბრალოდ კერ შედან. ჩვენ შოუში დოლგარბოზე უკრავენ და გეიმის განწყობაზე გვაღერებენ ჩაცმული ქსოვრელები და გამობრანჯული გიორგი. მადლობა, დღეისათვის სულ ეს იყო. ერთი წუთით ჩემო პატა. დაიცა ჩემო მეგობარო. ჯერ არაფერიც არ დასრულებულა. თავარი თემა ბოლოში მოვიტოვებ. დღეს 22 მაისია. 22 მაისი, ანუ პატა გულიაშვილის დაბადების დღე. მე ვითომ არ ვიცი ეს რომ უნდა ეთქვა და ისე გამიხარდება. მოკლედ ჩემო პატა, სული და გულით მინდა მოგილოცო დაბადების დღე ჩემო კარგი. დარწმუნებული ვარ, ასიც იქნება, მაგრამ მოდი ახლა რო არ თქვან რომ ერთმანეთს ლოცავენ, დადგნენ და საშუალება აქვთ, ვისაც დღეს აქვს დაბადების დღე, ვისაც გუში მქონდა და ვინც ვიცით და ვისაც ხვალ ექნება. და ხვალ ექნება ერთ უმაგრეს ადამიანს ჩვენს გურამის ოქროკაც. გურამ გილოცავ ჩემო კარგო და მოვდივარ ჩვენთან. აბა შემიძლია. პატარა სურპრიზიც გვაქვს, რომელშიც გიორგის დაგვეხმარება. გიორგი, გისმენ ჩემო კარგო. ამა გიორგი პირველ რიგში მეც უერთდები ამ მილოცვას, გადმოვა, ხო შეიძლება? მოდი, აბა რა უნდა. დიდი სიყვარული. შეგენას. ვიტო არ ხარ დამყოფი ჯერ. კაი საჩუქრებით, სამან. მოკლედ მეგობრებო, პირველი საჩუქარი მინდა რომ მე გავაკეთო ეხლა. ჩემ ბიჭებთან ერთად, რა თქმა უნდა. აბა, ხო გახსოვს სიმღერა რო დავიწყეთ მე და შენ რამოდენიმე ხნის წინ. ძალიან კაი სიმღერა სხვათა შორის. ხო და ზუსტად შენ დაბადების დღისთვის დავამთავრეთ და ეს სიმღერა დაიბადა შენს დაბადების დღესთან ერთად და ამ სიმღერით მოგილოცავთ დაბადების დღეს. ენაცვალე მეში. ჰელიო. კარგი. გამე გავართედე მაგის არანჟირებაში. კარგი, მოდი ის გადამჩენია, მადლობა გითხრა თქვენ შემოქმედები ჯგუფს ყველას, ვინც ჩვენს გარშემო, ვინც გვეხმარება, რეჟისორებს, ოპერატორებს, სუფლიორებს, რა ვიცი, ყველას ტექნიკურ სტაფს და ვიმღერებთ ამ სიმღერას და მე განვაგრძოთ ჩვენი გადაცემა. მე ვნახოთ რა იქნება. წავედით.